შეადგინა თუ არა ქართულმა ოცნებამ დასაპატიმრებელ პოლიტიკოსთა ახალი შემადგენლობაც წულუკიანის ხდომაზე გივი მიქანაძემ და მაკა ბოჭორიშვილმა პირდაპირ გვარები დაასახელეს. ეს აღქმულია იმგვარად, რომ მოინიშნა პოლიტიკოსთა წრე, რომელიც შესაძლოა დაპატიმრების ახალ ტალღაში მოექცეს. დღეს ხდომაზე მხოლოდ პოლიტიკოსთა გვარები არ ისმოდა. მაკა ბოჭორიშვილსა და გივი მიქანაძეს დავალებული ჰქონდათ ეხსენებინათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ისინი, რომლებიც ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ და ანტიდასაბლურ პოლიტიკას ამხედენ. ჩნდება ვარაუდი, რომ ქართული ოცნება ემზადება იმ დღისთვის, როცა ივანიშვილის პოლიტიკის გამო შესაძლოა ქვეყანამ ისტორიული მონაპოვარი ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგოს. შემდეგ კი ეს ოპონენტებს უნდა დაბრალდეს. თეა წულუკიანმა გუშინ ღიად თქვა, ანუ აღიარა, რომ ევროკავშირში სერიოზული მსჯელობა შეუჩერონ თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არალეგიტიმურ კომისიას ვადა ერთი თვით გაუხანგძლივდა. ეს ფაქტიც ამყარებს ვარაუდს, რომ ოცნებას მიზნად აქვს დასახული არ დაკმაყოფილდეს პოლიტპატიმართა ამჟამინდელი რაოდენობით. გაგახსენებთ, რომ დღეისთვის კომისიაზე გამოუცხადებლობის საბაბით უკვე 6 პოლიტიკოსია ციხეში. რიგში არიან სხვებიც. ცნობაზე გამოძახებასა და ოპონენტების წინასწარ ცნობილ უარს რეჟიმი მათ ციხეში გასაშვებად იყენებს. თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აქ იყო გიორგი კანდელაკი. ჩამოთვლას დიდხანს ვერ მორჩა. კიდევ ბევრი პოლიტიკოსი გაიხსენა, მერე უფლებადამცველებიც დაუმატა და ასე. გივი მიქანაძემ თეა წულუკიანს ახალი სამიზნეების სია გადასცა. ამ პირებს ახლა საგამოძიებო კომისიაზე დაბარება. უარის შემთხვევაში კი პატიმრობა ემუქრებათ. საფუძველი ერთია. ყველა მათგანი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიიდან გაიხსენა, სადაც ოცნების დელეგაციას მანდატები შეუჩერეს. ეს რომ იყო კიდეც ოპოზიციის და მესამე სექტორის მიზანი არავის დაუმალავს, თუმცა ჩანს ხილებას საერთაშორისო ასპარეზზე ივანიშვილის გუნდი ოპონენტებს დანაშაულად შეუფასებს. აცნობიერებს, რომ ამ ადამიანებს ახლა თქვენი განცხადებით აყენებთ პატიმრობის რისკის წინაშე. აყენებთ პატიმრობის რისკის ქვეშ. რატომ? იმიტომ რომ მათ სავარაუდოდ დაიბარებენ ამ კომისიაზე და თუ არ გამოცხადდებიან, ასეთ შემთხვევაში მათ ემუქრებათ პატიმრობა. იმ შემთხვევაშიც თუ გამოცხადდებიან, თქვენი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მათ ემუქრებათ პატიმრობა. თქვენ ამბობთ, რომ დანაშაული ჩაიდინეს მათ ქვეყნის წინაშე. ერთი წამით რა. მე არსად არ მithქოვს დანაშაულის შესახებ. მე ვისაუბრე იმის შესახებ, რაც მათ გააკეთეს და რის თაობას ის. ესე იგი ეს თქვენი შეფასებით დანაშაული არ არის. ის რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციამ გააკეთა დანაშაულია? მე თქვენ გეკითხებით. არა, ეს ჩემი შესაძლებელი არ არის. წულუკიანის კომისიაზე საკუთარი სიით მივიდა მაკა ბოჭორიშვილიც, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის პარტიის ანტიდასავლური პოლიტიკა საქართველოს შესაძლოა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის ფასადაც კი დაუჯდეს ევროინტეგრაციის შეფერხებაში ოპონენტები დაადანაშაულა. მათ შორის ახსენა სალომე ზურაბიშვილიც, გადასცდა კრიტიკულ ტელეკომპანიასაც სამიზნე ფორმულა და არ მხოლოდ. თქვენ თუ გახსოვთ კამპანია საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა ლელოს პოლიტიკოსები პარლამენტში. არაერთხელ გაჟღერებულა, ყველას კარგად გახსოვთ განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, გახლდათ სამადაშვილი, რომლებიც აქტიურად ლიდერებიც მათი პარტიების საომე სამადაშვილის ხსენება ძვირად მალევე დაუჯდა. ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც ახლა სამიზნედ გამოკვეთს. 8 წლის განმავლობაში მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელი იყო. პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სამადაშვილმა ივანიშვილის მინისტრს სწორედ ეს პერიოდი შეახსენა და დაწერა, რომ მაშინ ბოჭორიშვილის ფუნქცია პარტნიორებთან ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობა იყო. ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან, როგორ იყო გამწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად. მისი ვალდებულება იყო ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ. დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი მიშისტი იყო. მაგრამ ჰოის საოცრებამ აღმოჩნდა, რომ უკეთესი შმოტკა დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ ქოცები ქვეყანას კი არა ანგრევენ და მის გადარჩენას ცდილობენ. როგორ მუშაობდა ახლა ივანიშვილის საგარეო მინისტრი ივანიშვილის წინააღმდეგ? სამადაშვილის მიერ ხილებას ბოჭორიშვილის პასუხი არ მოხოლია. უხერხული კითხვების პირისპირ ოცნების სხვა წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. გეცინებათ ამაზე. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიშისტი იყო მაკა ბოჭორიშვილი და მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ბრიუსელში. არ გიქნით უხერხულობას, რომ ასეთ მინისტრთან მუშაობთ ახლა, რომელმაც ასე მკვეთრად შეიცვალა შეხედულებები. ამბობენ შმოტკების გამო, ესე თქვა სალომე სამადაშვილმა მის შესახებ. შმოტკებზე გაცვალა მისი პრინციპები, ამბობს სალომე სამადაშვილი და თქვენი შეფასება როგორია, თქვენი აღქმა? თქვენ მუშაობთ მაკა ბოჭორიშვილთან?
ვის შეარჩევს ვრცელი სიიდან და კიდევ ვის დაიბარებს საკუთარ კომისიაზე. თეა წულუკიანს დრო ბევრი აქვს. სამუშაო ვადამას 5 აგვისტომდე გაუხანგრძლივეს, თუმცა ვიდრე ახალ სამიზნეებს დაასახელებს, ვერც ძველებით კმაყოფილდება. 30 ივნისს წულუკიანი ბაშაძეს, ვარამიას და ხაზარაძეს ციხიდან ჩართვას თხოვს. 2 ივლისს კი გიორგი გახარიას ელოდება, ოღონდ არა დისტანციურად. ოცნების ყოფილ პრემიერს კომისიაში მონაწილეობად მხოლოდ ფიზიკური დასწრების შემთხვევაში ჩაითვლება. გახარია კი საზღვარგარეთაა. შეკრებითობის პრინციპი არ მოქმედებს და არის სასჯელების შთანთქმის პრინციპი, თუმცა არსებობს განმეორებითი დანაშაულის ცნება და რომელსაც მოსამართლე იღებს ხოლმე მხედველობაში. იმედი მაქვს, რომ 2 ივლისს გიორგი გახარია გამოცხადდება. თავისთავად ფაქტი, რომ არ ცხადდების საგამოძიებო კომისიის წინაშე მოცემული პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს. დარჩენილ დროში წულუკიანის კომისია უმეტესად დახურულ რეჟიმში იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე მის სვლას დაეთანხმება, ის კომისიის წევრების პირისპირ ისე აღმოჩნდება, რომ პროცესს ვერც მედია გააშუქებს, თუმცა მიქანაძე ბოჭორიშვილის სიიდან პარლამენტთან თანამშრომლობას არავინ გეკნავს. ის რაც იმაში რასაც რეჟიმმა გაცილებით უფრო ინზური მეთოდები გამოიყენა ჩემთვის იმედებს მოხდენის მიზნით ვიდრე დაკავება და ეს არის ჩემი შვილების უსაფრთხოებით მუქარა ვიტყვი იგივეს რაც მაშინ ვთქვი არ გავჩნდები არ გავჩერდები ჩვენ ჩავთ ყველგან ის დედაქალაქებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისთვის რომ საერთო ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების საბაბით ივანიშვილის ციხეში უკვე 6 პოლიტიკური ოპონენტი ზის. სავარაუდოდ რამდენიმე თვიანი პატიმრობის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მოსამართლე ნიკა მელიას და გივით არგამაძის წინააღმდეგაც გამოიტანს. განაჩენის მოლოდინშია ნიკა გვარამიაც.